მოგესალმებით. ძალიან მოხარული ვარ, რომ კანონპროექტი იხვეწება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. პრინციპში ის კომენტარი, რომელიც ახლა უნდა გავაჟღერო და უფრო კითხვის სახით არის, ჩვენ მოვიწერეთ ამ დღეებში, მაგრამ ბოდიშვილი თავი რომ წარმოადგენთ ესმა გუმბერიძე, უსინათლო ვარ, თემის წევრს წარმოადგენ ამ შემთხვევაში. უსინათლო მოქალაქე ვარ. და ჩვენ რამდენიმე ადამიანმა მოვიწერეთ ეს, თუმცა ამ კომიტეტსაც, რა თქმა უნდა, სამუშაო პროცესის ნაწილად განვიხილავთ და დავსვამ ამ კითხვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი დაემატა ნამდვილად. ხო, ერთი ისე ინფორმაციისთვის ჩვენ მაგალითად ხმოვანი პროგრამა, როცა ვკითხულობთ PDF დოკუმენტს, ამ მუხლის სახელწოდებას გვიკითხავს, როგორც 361-ეს, ანუ 36 პრიმას კი არა, 361-ეს. ეს უბრალოდ ესეთი თავისებურება არის გახმოვანების, რომ ინფორმაციისთვის საზოგადოების, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ბევრ სხვადასხვა ასპექტში მისაწვდომობის გათვალისწინება. ეხლა რაც შეეხება კითხვას. აქ, ანუ ეს მუხლი, ეს პუნქტი ძალიან მნიშვნელოვანია და ამბობს, რომ სხვა ვებსაიტებზეც შესაძლოა გავრცელდეს, თუმცა კანონპროექტის დასაწყისში წერია სიტყვა ზოგიერთი. ანუ ეს კანონპროექტი ვრცელდება, ესე იგი, ადმინისტრაციულ და ზოგიერთ კერძო სამართლის იურიდიულ პირზე. აი ეს ორი მუხლი დავის შემთხვევაში მაგალითად როგორ დაბალანსდება სასამართლოს მიერ და აი ეს ზოგიერთი რას მოიცავს ამ შემთხვევაში? მადლობა.